მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. Რა თქმა უნდა, პირველ რიგში ცალსახა უპირობო, სოლიდარობა, მადლობა ყველა ჟურნალისტს, ყველა დამოუკიდებელ მედიის წარმომადგენელს, იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში გვყავს ან დამოუკიდებელი მედია, ან პროპაგანდა. დანარჩენი აღარ არსებობს. და ის რაც დღეს ხდება ფორმულასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, როგორც უშუალოდ თითოეული ჟურნალისტი, რომელიც დღეს დაკავებულია და უკანონო პატიმრობაში ყოფება, მათ მადლობა და სოლიდარობა უნდა გამოუცხადოთ, ასევე ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პროფესიის წარმომადგენელს, რომელიც მართლობრივად აღნიშნავს. დღეს, რასაც აკეთებს ქართული ოცნება, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს არის საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმა, ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აფიქსირებს თავის პოზიციას, გამოთქვამს საკუთარ აზრს, მშვიდობიანად მიკრიბება და ასე შემდეგ. მათ ეწინააღმდეგება. მათ თავს ესხმის, მათზე ძალადობს და მათ აპატიმრებს. როდესაც საუბარია, რომ ეს კანონის დარღვევა და ასე შემდეგ, პირველ რიგში უნდა ხაზი გაუსვას, რომ ავტორიტარული რეჟიმის დროს ის ღებულობს ისეთ წესების თამაშს ადგენს, რომელიც ნამდვილად არ შევესაბამება არც საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, არც საერთაშორისო სტანდარტს. შეხედეთ ხალხო რა ხდება 20-ზე მეტი კანონია მიღებული რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც მხოლოდ ზღუდავს და ეს ხო ყველას ეხება. ეს ხო არ არის იმ მედიის, იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც სიმართლეს ღიად საუბრობენ. საბოლოო ჯამში ეს მთელ საქართველოს ეწინააღმდეგება. ხოლო თვითონ ქართული ოცნება ნაცვლად იმისა, რომ აი დღეს გაცხადდა, რომ რამდენიმე წლამდე იქნება უკვე ანგარიში ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შესრულებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ხელდაკაპწებული სამოქალაქო სექტორთან მედიასთან ყოფილიყო ჩართული, რომ ქვეყნის დაკვეთა რაც არის, ქვეყნის მომავალი, მასზე ეზრუნა, ხედავთ ასეთ რეპრესიებს ეწევა. თუმცა ის სოლიდარობა და ის მხნეობა, რომელსაც გუშინ დღეს დაკავებული ჟურნალისტები, ისე როგორც ქართულ მქარენსა, ალბათ მზია ნებისმიერ სხვა ასრულებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის იმედის მომცემი და გაფრთხილება, რომ და სიამაყე ყველაფერთან ერთად. კი ბატონო, ასეთი ადამიანები არსებობს ჩვენს გარშემო და ჩვენს რეალობაში, რომლებიც ქვეყნის მომავალს იცავენ, ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას და ჟურნალისტის მოვალეობა მართლობრივად აღნიშნეთ, მრავალმხრივ იმას მოიცავს. ადამიანმა თუ არ გაიგო რა ხდება, როგორ არის ამ მდგომარეობა, როდესაც ასეთი აქციებია, როდესაც ასეთი ამბები ხდება, ეს რაღაცა თითზე დახვეულისა, საბჭოთა კავშირისას ამბობდნენ, რომ ის დაიჭირეს კანონიერი იყო, მაგრამ პირველი უკანონო არასამართლიანი კანონი არ უნდა მიიღო, უკანონო ბრძანება არ უნდა გასცე და უკანონო ბრძანება არ უნდა შეასრულო. აქ თავდება ყველაფერი. კი ბატონო, და ასევე მინდა გკითხოთ ბატონმა მუკა, აი ასეთ დროს რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა, მათ შორის მედიის წარმომადგენლების სოლიდარობა და რატო ვსვამ ახლა ამ შეკითხვას სოციალურ ქსელში მართლაც სულ 2 ადამიანის ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერი პოსტის შემხვდა მათ კოლეგებთან დაკავშირებით. დანარჩენ ტელევიზიებში ალბათ არც იყო, არ ვიცი, დიდი მოლოდინები არც უნდა გქონდეს მათი მხრიდან გულისხმობ ღიად პროპაგანდისტულ მედიებს, მაგრამ აი წარმოუდგენელი იყო მაგალითად, როდესაც ნახე ტელეკომპანია იმედს, როგორ ქონდა გაშუქებული ვახოსანაიას დაკავება, რომ თურმე რადიკალი აქტივისტ ვახოსანაიას პატიმრობა შეეფარდაო, ხო? აი ასეთ დროს რამდენად მნიშვნელოვანია ეს, არ ვიცი, პროფესიული ემპათია, თანაგრძნობა, რომელიც, არ ვიცი, ალბათ უნდა გქონდეთ ამ ადამიანებს. აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ალბათ არ უნდა მოდი პირველ რიგში ვთქვათ, რომ ეს არის ადამიანობა და ქართველობა, არანაირ ადამიანურ წესებში, არანაირ ქართულ ტრადიციებში არ ჯდება ის, რასაც ჩვენ ხედავთ. ის რომ ადგილზე არ არის ადგილზე ვხედავთ, რომ ხდება მათზე თავდასხმა და ტელევიზიებში სადაც მუშაობდა ეს ხალხი წლების განმავლობაში და მათთან აქვს კავშირი და კომუნიკაცია, ქონდათ უბრალოდ ბოდიში ხედავენ ასეთ რაღაცას აკეთებენ. ეს არანაირი ადამიანობა არ არის და ყველანაირ ქართულ ტრადიციას და ქართული წესების წინააღმდეგ არის მიმართული. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ გმირ ადამიანებს, რომლებიც თავის პროფესიას პატივსცემენ და დღიდან პირისას ის მზიამაღლობელი იქნება, ვახოსანია და ასე შემდეგ, ღიად აფიქსირებენ პოზიციას. საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერ კიდევ ვინც კი შემორჩა, ჩვენ ნახეთ, რომ ძალიან დიდი ჯგუფი იყო, რომელიც ღიად აპროტესტებდა, იგივე გადაცემები იქნება და თუ რაღაცა. მათზე დევნა როგორ განხორციელდა. აი ახლა შეარდება ინფორმაცია, თქვენც ნახავდით სავარაუდოდ, საზოგადოებრივ მაუწყებლის ნაცვლად იმისა, რომ თავის კანონმდებლობის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდეს,
კრემლის პროპაგანდისტი, რომელიც თავის დროზე პედოფილიის გამოზიც იყო მსჯავრდებული, იმას იწვევს გადაცემებში. ანუ გვერდზე კოლეგები ციხეში ზის, იმ ქვეყანაში, რომელიც ყველას იცნობს, ყველას ნაცნობი არის, ისეთი პატარა არის და ასე იქცევენ. ამიტომ ბოდიში რო თქვა პატარა მითითება მოგეცით, რომ თქვენ ხართ ჟურნალისტი, თქვენ ხართ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელი, ისე როგორც თქვენ ყველა კოლეგა ფორმულა იქნება თუ ის ღირებული ონლაინ მედიის წარმომადგენლები, ხოლო დანარჩენი რეალურად გამოდის მხოლოდ პროპაგანდისტი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფორმალურად ტელევიზია ერქვიათ, ჟურნალისტებს ირქმევენ, მაგრამ რეალურად ისინი არ არიან ჟურნალისტები. ამიტომ ცალსახა მადლობა თქვენ, სოლიდარობა და ბოლო თვეების განმავლობაში ყოველთვის ასე ვამბობ, რომ ყველა თითოეულ თქვენ თანამშრომელს, თქვენს ტელევიზიაში, ფორმულაში იქნება თუ იმ ონლაინ მედიაში, რომელიც რეგიონულ მედიებში, რომლებიც მიუხედავად ასეთი სიტუაციისა სადაც ნეხეს ასრულებენ მოვალეობას, ეს არა მარტო თქვენი მოვალეობის შესრულება, ესა ქვეყნის მხარდაჭერა და დახმარება ამ მნიშვნელოვან თული დრო გვაქვს, მაგრამ მომავალი ნამდვილად ნათელი იქნება, იმიტომ რომ ჩვენი არის ეს ქვეყანა და ჩვენი არის დამოუკიდებელი ევროპული საქართველო და არა რუსული ორბიტის ქვეშ ყოფილი. კი ბატონო და ბოლო კითხვა მინდა დაგიშვათ ბატონ მამუკა, როგორ უნდა მოვახერხოთ ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევა ჩვენ აი რეპრესიების საპასუხოდ, რასაც ღებულობთ ქართული ოცნების მხრიდან. ამ შემთხვევაში არ გულისხმობ მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს, ზოგადად აი სამოქალაქო საზოგადოებას, რომელსაც რუსთაველის გამზირზე გასვლა ფაქტობრივად რაღაც რამდენიმე დღიანი პატიმრობად უჯდებათ. ხო უკვე ეს არის ფასი, რომ აი ამ აქციაში მიიღო მონაწილეობა. აი როგორ უნდა მოვახერხოთ ეს, რომ ეფექტური წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და სხვათა შორის აი ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტის ცირაჟვანიას დედა იყო ჩემი გადაცემის სტუმარი ცოტა დიახ ქალბატონ შორენა რომელმაც თქვა რომ დღეიდან მე ვიდგები იქ რუსთაველის გამზირზე მაშინ როდესაც ჩემი შვილი შესაძლოა ციხეში გაუშვან ანუ ეს ჩანს რომ ადამიანები ერთმანეთს ვენაცვლებით ხომ შვილის ნაცვლად დედა იქნება დედის ნაცვლად შვილი რაღაცა ერთი მეგობრის გამო მეორე მეგობარი ან ახლობელი გავა ქუჩაში, მაგრამ აი ეფექტური წინააღმდეგობა რა იქნება, როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, როგორც მშობელი, ჩემი მხრიდან, იმ სიტყვების მოსმენა, როდესაც შენი შვილი არის უკანონოდ დაკავებული და ემუქრება უკანონო პატიმრობა, იმიტომ რომ ის პროფესიულად და კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას და შენ, რა თქმა უნდა, გული გისკდება ერთის მხრივ, მაგრამ პლუს ამას აცნობიერებ, რომ შენი შვილი რასაც აკეთებს, ეს სწორი და ამიტომ წარმოუდგენლად ძალიან დიდი მადლობა და მე როგორც მშობელი ჩემთვის ეს რაღაცა ზეადამიანური ენერგია, ზეადამიანური ასხივებს ეს ადამიანი და მთელი ცხოვრება ერთ-ერთი მათ შორის ქალბატონი ერთ-ერთი პატივსაცემი ადამიანი იქნება, არა მარტო ჩემთვის, არამედ დარწმუნებული ვარ მთელი ქვეყნისთვის. უბრალოდ ვაცლავ ჰაველის მაგალითზე მის წიგნიდან მიხედვით, ყველაზე მთავარი პირველ რიგში ეს არის, რომ არ უნდა ჩავერთოთ ფარში. ყველაფერი იცის. აღარ არის ეს ეპოქა, როდესაც შეიძლება რაღაცა ფიზიკურად ვერ მისულიყო ადამიანებამდე ინფორმაცია. დღეს 21 საუკუნეში ყველაფერი იცის, ამიტომ არ გვინდა არავისთან ურთიერთობაში ფარში ჩართულმა და დავარქოთ ყველაფერს თავისი სახე. რა თქმა უნდა, ზეწოლა ძალიან დიდია წინააღმდეგობა. ის რომ თქვა ხელისუფლება, ქართული ოცნების ხელისუფლება იძახის, რომ მე ვარ ძლიერი და ასე შემდეგ. თუ ძლიერი ხარ, რატო გეშინია ადამიანების, რომ სიმართლეს ამბობენ? თუ გეშინია, რატო არ გინდა? აი ეს ხალხი დღეს შიდა დაპირისპირების გამო რო დაიჭირეს, მაგას წერდა სამხალხო სექტორი იქნება თუ მედიის წარმომადგენლები, რომ კორუფცია გვაქვს, კორუფციასთან არის საქმე. ეს ნაცვლად იმისა, რომ თავის დროზე ემუშავოთ ამაზე, ეხლა დევნიან ოღონდ არ იმიტომ რომ თქვა დააწუხეთ კორუფცია და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ შიდა დაპირისპირება. მადლობა. რო დაუბრუნდეთ საბოლოო პირველ კითხვას, ეს არის სოლიდარობა, იგივე კონსტიტუციურად საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე გაგრძელება და პლუს ამას კრეატიულობაც. ანუ მათი ცხოვრების გართულება, არა ისე თქვათ რაღაცა პრობლემა შეიქმნა, კრეატიულად პროგრამის გავაკეთეთ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონ მამუკა.